და ალკოჰოლური სასმელების მეათე საერთაშორისო გამოფენა სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა. ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში მიმდინარეობს. ფესტივალში 11 ქვეყნიდან 97 კომპანია მონაწილეობს და 170-ზე მეტი სახეობის სასმელია წარმოდგენილი. გამოფენის პარალელურად იმართება კონკურსით საუკეთესო ნაწარმს 10 ივნისს საზეიმო ცერემონიაზე გამოავლენენ. გამორჩეულ ღვინოს სპეციალური ჯილდო გადაეცემა. მნიშვნელოვანია ეს გამოფენა, რა თქმა უნდა, ქართული ღვინის ისო პოპულარიზაციის ზრდისთვის, ჩვენი ქართული ღვინის პრომოუშენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის პარალელურად ტარდება საერთაშორისო კონკურსი ღვინისა, რომელშიც მონაწილეობენ წამყვანი სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან. ტრადიციულად ეს გამოფენა სამდღიანია. პირველი 2 დღე იმართება პარალელურად კონკურსი, საერთაშორისო კონკურსი, სადაც ქართველ ექსპერტებთან ერთად უცხოელი ღვინის მაგისტრების ინჭამენ ღვინოებს და დაჯილდოება, ღვინოები ამ შედეგები გვეწოდინება 10 რიცხვში.